ცხადია ვიზიარებ სკეპსის იმ ნაწილში, რომ ძალიან ძნელი კი არა, მოცემულობას იმ ნაწილში, რომ ძნელია გასულ თვეებზე დაკვირვების შედეგად რაიმე პროგნოზების გაკეთება კონკრეტულად ტრამპთან მიმართებით, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ რამდენჯერმე სახეცვლილი განცხადება მისი მხრიდან, სახეცვლილი დამოკიდებულება უკრაინასთან მიმართებით, ერთადერთი რაშიც მეტნაკლებად ამ ეტაპზე თანმიმდევრულია ტრამპი და რაც ჩვენ ძალიან არ მოგწონს, არის რომ მისი დამოკიდებულება პუტინთან მიმართებით არსებითად არ შეცვლილა. მას აშკარად უფრო მეტად ლოიალური დამოკიდებულება აქვს პუტინთან მიმართებით, რაც იმით ახსნა, რომ რადგან მნიშვნელოვანი მოთამაშეა ამ გადაწყვეტილების სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესში არსებითად რუსეთის პრეზიდენტი, ამ შემთხვევაში უნდა ვთქვათ მეტი სივრცე მიეცეს მას მანევრირების, რამდენად გამართლებულია ეს ტაქტიკა გამოჩნდება, აქამდე ამან განსაკუთრებული წარმატება არ მოუტანა სამშვიდობო მოლაპარაკებებს, მაგრამ რაც ჩვენ აი ამ დიპლომატიურ სურათში არ უნდა დაგვავიწყდეს, მიუხედავად ძალიან განსაკუთრებული და მოწინავე როლისა ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ არსებითად გაზრდილია ევროპის როლი, სადაც საერთოდ არ არის პოზიციების შეცვლილი, უფრო მეტიც ჩვენ ვნახეთ მოულოდნელად კარგი შეხვედრა გერმანიის კანცლერის და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, სადაც მან პრაქტიკულად სივრცეც არ დაუტოვა დონალდ ტრამპს საიმისოთ, რომ რაიმე წინააღმდეგობრივი შემოეთავაზებინა. მან აჩვენა, რომ ეს იყო ძალიან ცალსახა კონსოლიდირებული პოზიცია ევროპელ პარტნიორ კოლეგებთან შეთანხმებული, ამ პოზიციიდან უკან დახევას ევროპა არ განიხილავს, ამ პოზიციაში თანამონაწილეობის ძალისხმევას გაიღებს იმ ამერიკის შეერთებული შტატების მისამართით, ანუ რაღაც თვალსაზრისით ჩანდა, რომ დიპლომატიური ზეწოლა მიმდინარეობს ევროპის მხრიდან, რა ბერკეტითაც მათ შეუძლიათ რომ ამოვიდნენ. მე ვფიქრობ, რომ აი ამ სამკუთხედში ჩვენ რეგიონში და ამ გადმოსახედიდან ამის იმედი უნდა გვქონდეს, რომ ევროპა შეძლებს შესაბამისი ზეწოლის განხორციელებას იმის პარალელურად, რომ ტრამპის სამშვიდობო მოლაპარაკებებს წარმატება ვერ ექნებათ, იმიტომ რომ ეს არის სწორედ პუტინის პოზიციის გამო, ან პუტინის თანმიმდევრული პოზიციის გამო, რომ არ დაემორჩილოს ტრამპის მიერ შეთავაზებულ პირობებს. ეს არის, რაც ჩვენ გვაძლევს იმის ფიქრის საშუალებას, რომ ვიმედოვნოთ უფრო ადრე ვიდრე გვიან ამერიკის შეერთებული შტატებიდან ზეწოლის უფრო მაღალი ბერკეტებიც ამუშავდება. რამდენად ეს პრეცედენტად მოხდება ან არ მოხდება, ჩვენ ეს არ ვიცით, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ალბათობა მაღალია იმ შემთხვევაში, თუ აი ესე ჩიხური სიტუაცია გაგრძელდა და იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვიდან საერთოდ არანაირი უკან დახევის ნიშნები არ იქნება, რაც მაღალი ალბათობით არ იქნება, იმიტომ რომ მათ ინტერესში შედის ომის გაგრძელება, მათ ინტერესში შედის ახლა იერიშის მიტანა არსებით ინფრასტრუქტურაზე, ფაქტია, რომ ენერგოინფრასტრუქტურის განადგურება დაისახეს მიზნად, ეს არის ახლა მათი შემდეგი ეტაპი და ფაქტია, რომ ისინი სამშვიდობო მოლაპარაკებებში პრაქტიკულად არ ერთვებიან, ანუ ვაშინგტონის მიერ შემოთავაზებულ გეგმაში საერთოდ არ მონაწილეობს პუტინი. სტამბოლში მაგალითად მეორე რაუნდი როგორც წარიმართა? აბსოლუტურად არაფერი. ჩანს რუსეთის მოტივაცია. აბსოლუტურად, არც დაუმალავთ, ეს რაღაც თვალსაზრისით კარგიც არის, პუტინს არასდროს არც ერთ ტრიბუნიდან და არც ერთ განცხადებაში არ დაუმალავს თავისი ობიექტური ზრახობის რეგიონთან მიმართებით.